Იდან დავინახებ, იგივე მოდის მათემატიკიდან და რაღაც მოაქვს. მომწეთი ახლა უჯახო. რა მოგავს? იასამანი. არა, იასამანი, მაგრამ ძალიან ლამაზი რაღაცა. ნახე. იასამანი მეგონა. შუსტად მოკვდები. ვაი, მე საიდან მოიტანე? აბა როგორ ხართ ხალხო? ჯამათნო. მოკლედ დასვენების დღე გვაქვს დღეს. ვისვენებთ. გიორგი მათემატიკაზე იყო. დათაც ინგლისურზე მივიყვანი მაგიტოვარის მოწყებილი შუალედში, სანამ მოვიყვან. ყავაც მივირთვე. მოვასწარი ერთი მაგას ვასწრებ ხოლმე. კარგად გამოვიცინე. ამინდიც კარგია, ხასიათზე რომ მოყავ ხარ, გინდა არ გინდა. თორსა გარდეროფი დავალაგე. მაგ დალაგება მაჩვენა რომ ზედები აღარ მაქვს. და ზოგადად მე მაქვს ზედებზე გართულება. წელს ზემოთ ჩასაცმელზე, ყველაფერზე. სულ მგონია რომ არ მაქვს. როგორ არა მაქვს, მაგრამ აი საზაფხულოდ უკვე აღარ მაქვს. 1-2 რაღაცა დავიტოვე. დანარჩენი გადავყარე. და 1-2 და 3 არ მინდა და მინდა ბევრი. და თქვენ ხო იცით რომ მე ტანსაცმელში ფულის გადახდა. ძალიან არა ვარ მომხრე და ტანსაცმელში ფულის გადახდის. არაფერ შერდავენანება ფეხსაცმელში, ჩანთაში სამკაულები, რომელზეც ვიждები, ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ისე ტექნიკა, მაგრამ აი ტანსაცმელში ყოველთვის ეფინე. ფას რო გავი რაღაც რომ მომეწონება და ფას ვშოებე. ეგრევე თავდება, აღარც მომწონს. ხო და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ-ერთმა ჩვენმა გოგომ წაგიყვანთო მეორა, კარგად გილზე ერთი კარგი ტოჩკა ვიციო და ესეთ ბიუჯეტურ ფასად შეგაძებინებთო, რაც თქვენ გულს გაუხარდებაო. მოკლედ აი ესე დავგეგმეთ და მანდ ავედით. თუმცა დღეს მეორე ნახევარში ვიყავით ესე მოლაპარაკებულები. ხო და რა თქმა უნდა, ეგ დრო არ მინდოდა რომ თლად ისე უქმად დამეკარგა, ამიტომ რაღაცა პატარა საქმეებიც გავაკეთე. ესეთი რაღაცა რატო უნდა გააკეთო? გაფიცებ. აი რატო უნდა გააკეთო? აი რატო არიან ხელოსნები თუ ელექტრიკები ზოგადად აი ვინც რაღაცას აკეთებს, ასეთები რატო არიან? აი ეს რა არის? აი გაფიცებთ რა. ორი ცალი პოვჩიკი მაქვს სათავსოთი, ერთი ბუბუს სადგომია, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ სხვადასხვა ვერ წვდება და ვერ იყურება ხოლმე, ამიტომ ეგ ბუბუსთვის არის ერთი და მეორეში აი ესეთი ხარახურა გვიყრია რა, როგორი რამეები იცი, სულ რო გჭირდება და ხამის გოისთვის სარდაფში რო ვერ წახვალ. ანუ სულ რო სახლში უნდა გქონდეს, მოკლედ ესეთი წვრილმანი იარაღები, ასე ვთქვათ და ეგენი ჩავალაგე და თან დალაგების დროს ქოთანი მედოზეთ. ჩამივარ და შეგნით ეს ქოთანი ჩაიყარა მიწა და აი ზემოდან კიდე დამემატა საქმე. მაგას მოუნდი კარგახანს. რადგან გასვლითი რეისები მქონდა და გეგმილი, უფრო ამიტომ ვეღარ მომახერხე, თორე აი ამ მოაჯირის შეღებვა მინდა. რამდენი ხანია საღებავები დავაობე მგონი. გაუვიდომა და აქ პულივიზატორით შევღებე რაღაც და იმის ფერი არის გადასული და ნუ მინდოდა რომ ბარი მეგიც მომეგვარებინა, შიდა მხარე არის უფრო შესაღები რაღაცნაირად გაფუჭებული და უკვე ხშირად არის კარგი ამინდი და ერთ-ერთ დღეს აუცილებლად მივხედავ მაგ საქმეს, ეგ ხა დამრჩა.
ზაფხულში ჩემი აივნის მხარე ძალიან კარგია, დილით არის ხოლმე მხოლოდ მზე, ალბათ 11 საათამდე დილით და მე უკვე შუა დღესით აი ყველაფერი რო იწვის და იხურუკება, ჩემთან სიგრილია ხოლმე და ჩრდილი, ისე რომ აივანს კარგად ვიყენებდი ხოლმე ყოველთვის ზაფხულში. ზოგადად ბინაც თბილია, ზამთარში თბილია, ზაფხულში გრილი. და უსაშველოდ არცხელა, ანუ არ გვაქვს არც გაგრილებისთვის საჭირო არაფერი, არც კონდიციონერი, არც არაფერი, ანუ არ ვიყენებთ, არ გვჭირდება რეალურად არცხელა ხოლმე და ძალიან კარგია ეგ. Შეიძლება ჭიტება, გამოდი არ გიშვებე? მივალაგე როგორც იქნა, იქ ჩემი საღებავები დავტოვე. და მინდა რომ შევღებო, ინახება რა არის. მაგრამ აშკარად არა ვარ მაგის ხასიათზე, ხვდები. და ბოლო დროს ძალიან აჭრილი ვარ. ამიტომ შევეშვი დღეს. თავარი დავალაგე. ახლა გამოვრეცხავ აქ, კარგად. მოვრეცხავ. და ეგ არის. ცოტა დამშვიდებულად რო გითხრათ, რაც გავაკეთე. რები ჩავიდინე. ჯერის კაბელები ხო გაჩვენეთ რანაირად იყო. აი, ხელოსანი რო გქვია თუ ელექტრიკია თუ რაც არის ან. ეგეთი რაღაცა რატო უნდა რა შენი არ არის და შენთან არ აკეთე? აი რას რა იყო მიბმული, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა ძველი რა ახალი, ასე ყველაფერი ერთმანეთზე გადახლართული. აი რატო უნდა გააკეთო ესე? რაღაც ადამიანურად ხო შეიძლება გააკეთო. ჯერ ეგ ვინც აკეთებს და მე ვინც გვერდზე უდგას და უყურებს, რომ იყოს ასე ზერილე და ჩემფეხება დამოკიდებულება მაგიშებს ეს რაღაცეებში. და ზედ ფანჯრებზე გადაყოლებული კაბელი 900 ჯერ ვთქვი რომ მომაწყვიტე თვალებიდან ეს კაბელი. სარდაფია მოკლედ იქ ავარჩა რომ ჩავადენი. აი დარდები იქ არაფერში ამჭირდება. ვინც დაჭირდება დადგეს და გააკეთო. ხო და რა ვიცი, წესით უსაფრთხოდ გავაკეთე. მივალაგე, მივაწყნარე. ქარსა და წვიმას რო აყრის ხოლმე ფანჯრებს და რაღაცა ტალახი აქვს ჩარჩოებს. ეგენი მოვაშორეს ველი საფეთქით და გავამზადე რომ გავწმინდო ფანჯრები. მინდა რომ ბადეებიც დავრეცხო, ფანჯრებიც გავწმინდო კარგად. ბადეების ხოთაშორის ახალი გარეცხილი მოხდა, შეიძლება არ გავრეცხო. და გადამინერა. აი არა ვარ ხასიათზე ახლა, გავაგრძელო. ხო და მირჩევნია ახლა რომ აივანი მოვრეცხო, მოვწმინდო კარგად. ეგ მაინც გავაკეთო და შეიძლება ამასობაში მომინდეს ისე გაგრძელება საქმის და ფანჯრებიც მივაყოლე, იმიტომ რომ ვიდეო რომ მოვიშორო ფანჯრები დღეს. ძალიან მინდა. ცოტა იღრუბლება ალბათ იწვიმებს. არა და რამდენი გეგმა გვაქვს დღეს. ერთ-ერთი ყვავილი არ ვიცი სახელი რა ქვია, ისეთი კარგი გაბურთული და გაბუჩქული მქონდა, აი გადასარევი სამზარეულოში თაროზე მედო თუ გახსოვთ და გამოვიტანე და აი აქ თოკები რომ ჩანს, მად მქონდა ჩამოგიდებული. ატყობა ქარის გამო თუ რის გამო არ ვიცი. 2 დღეში საერთოდ გაფუჭდა. ამასობაში აი მე დაბრუნდნენ ჩიტონიები და დაიწყო ჩემი წამება. აი ძალიან დამღალეს ოღონდ. არა და ზამთარში როცა სიმშვიდე და სიწყნარა იყო, ფიქრობდი რომ ჩამომენგრია ეს. მაგრამ რაღაცნაირად რა ვიცი, არ გავაკეთე. და მთელი ზაფხულია ხა, ამით დუნდღლი უნდა ვწმინდო. მოვიკრიბეთ როგორც იქნა, ზოგი სამსახურიდან, ზოგი იქიდან, ზოგი აქედან და წავიდეთ. რაღაცნაირად ვარ ფორმიდან ამოვარდრილი, ხა მეძინა. მეძინა კი არა, უკვე ვიწექი და ცოტა მაყავდა რომ გავითიშებოდი. მირეკეს თორე მესიჯი ვერ გავიგე. კი გავიგე, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება.
ახლა უნდა მოვწესრიგდე. მაქსიმალურად პრაქტიკულად უნდა ვიყო ჩაცმული, მე კი ყოველთვის ეგრე ვარ პრინციპში. არ ვიცი რა. აი ესე. ხო და აბა რას ვიზამთ, მე გაჩვენებთ. ეგ არის. ვთქვათ, მოვამზადე. საჭმელი რო შეჭამოთ ბავშვებმა. შვილები ვარ იყვნენ. დათას ვტოვებ. აი არ ვიცი რაც უნდა ისვქნია. რატომ მოაქვს დაჭრილი პური, აი პურზე გავგზავნე და აქვე არის თონე და დაჭრილი პური რატომ მოაქვს? დათა არ მიმყავს. როგორც ყოველთვის ამომეკორება ხოლმე. საშინელება ესე კალთაზე გამობუმული ბავშვი არის, აი მართლა საშინელება რა. თან უკვე აღარ არის კაცო პატარა 10 წლის ხდება და ძალიან რთულია, რეალურად ძალიან რთულია. მე ფსიქოლოგიურად მეც მიჯაჭვული ვარ და მეც დამოკიდებული ვხდები უკვე. ვაიმე იტიროს. აღარ მეცოდება, ეხლა უკვე საერთოდ. უკვე ნერვები მეშლება ხოლმე. ხალხი მიდის იალაღზე და მე დათა. ანუ რატო? დროა რომ ნელ-ნელა ეს პატარ-პატარა შოკუნიები მოუწყო. ეხლა ეს ზოშია რომ ჩავალ და მინახავს, აზრზე არ არის რომ მივდივარ. უი, ღამე კიდე სხვაგან მივდივარ. ნუ ეგრე დათას კლასელთან მივდივარ, შეიძლება წავიყვანო. რაღაცნაირად ჩემი ყველა ბნელი მხარე გამოვფინე, გამოვიყანე სამზეოს. ნეტა ადრე მექნა ეს ყველაფერი. კაი იქნებოდა. გამოუშვი ყველა ურჩხული. სად მიდიხარ? აი უყურე. სად მიდიხარ? 9 წლისაა და ძლივს დაიწყო ლაპარაკი. ჰა? დედა. სად მიდიხარ? სხვაგან. რაჭარბე. რა სხვაგან? გოგოები მივდივართ საქმე გვაქვს, ისევ საჭმელად არ მივდივართ, დამშვიდი, სხვა რაღაცაზე მივდივართ დედიკო. ერთ-ერთმა ნემსი უნდა გაიკეთოს. ჩემი დისა და დიშვილების ჩათია გუგუნდა. საერთოდ ვერ მეგუები აწეულთ მას. საერთოდ ვერ მეგუები. ოპ, წავედი. ხო ეგარი, კი. მოვედი, გადავივლე, აი მოწყვეტილი ვარ საერთოდ. საერთოდ მივკვდი, არსად გასასუნთქებელი არა ვარ. ზოგადად შოპინგზე სიარული ჩემი არ არის. ონლაინ შოპინგი და მისი ჯანი. ვერაფერს ვერ ვიყიდე, უფრო მეტი ხალისეთ ძალიან კაი დრო გავატარეთ, მაგრამ საქმე ვერ გავაკეთე. ანუ რაღაცები კი ვიყიდე, მაგრამ უფრო ისეთი რაღაცა რა უბრალოდ ყოველდღიური. პარასკევს კემპი იქნება. დაპატიჟებული ვარ და უფრო მაგისტვის მინდოდა რაღაც ვერაფერს ვერ ვიყიდე. ვერაფერი, ამიტომ ახლა მოვწესრიგდები და წავედი. ისევ წავედი. და აქვე დაგემშვიდობებით.